Iliadze.
ავთოს მენტორი სცენაზე დგას. ძალიან დიდი მადლობა ჯგუფს ურსა. ბრავო! და სანამ ვიკა მიულოცავს ურსას ჯგუფის წევრებს, ჩვენ გადავიდეთ ჟიურისთან. სოფო, როგორ შეაფასებ ავთოს? თავიდანვე ჩანდა თუ როგორი სიფაქიზით, როგორი ემოციით უდგება ავთო ქართულ სიმღერას. ამას ველოდი, ეს გამოჩნდა წინა ტურზეც, ნახევარფინალში და გამოჩნდა ეხლაც. აი ყველაფერი იყო იდეალურად. არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ასევე ურსა და მისი სოლისტი არაჩვეულებრივი იყო თქვენი დუეტი ერთად. მართლა რაღაც გამორჩეული, სადღაც გავედი ასტრალში, ფაქტიურად თქვენ რო შემოხვედით და იქ მაინტერესებს შენი დუეტი ამათთან. აი ძალიან კარგი იყო მართლა, ფანტასტიკური ეს ყველაფერი შერწყმული ლამაზი ნომერი იყო. აი გულით და სულით გისმენდით და მეგონა თავი სადღაც სხვაგან აბსოლუტურად არა ფინალზე, ალბათ რაღაც კონცერტზე უფრო. ძალიან კარგი იყო ეს გამოსვლა უდაოდ ნამდვილად. დიდი მადლობა სოფო. გიორგი, შენ როგორ შეაფასებ ავთოს? მე პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ თვითონ მუსიკალური ნომერი იყო ძალიან ლამაზად აწყობილი, აი როგორ დაიწყო ნელ-ნელა შეპარვით და როგორ გაიზარდა, გაიბერა ჩვენ თვალწინ და ბოლოს იქცა ფეიერვერკად. რაც შეეხება აი მისტიკურ ხმას, ორ ხმას, რომელიც გვესმოდა ვოკალის ჯგუფის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ დარგში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი აქვს ნამუშევარი, მაგრამ რამდენიმე დღეში ავთომ როგორ შეუწყო მას ეს ხმა და აი ამ მისტიკაში როგორ წაგვიყვანეს ერთად, ეს სასწაული იყო ნამდვილად მოულოდნელი. იმიტომ რომ მე მქონდა მოლოდინი რომ წყნარად დაიწყო და შეიძლება პატარა კულმინაცია ქონოდა სიმღერას და შემდეგ უკვე წასულიყო ბოლოსკენ, მაგრამ კულმინაცია იყო აი ასეთი. ნამდვილად სულის შემძვრელი, ნამდვილად ულამაზესი სიმღერა იყო ეს და ულამაზესი შესრულება. მადლობა გიორგი. და მენტორი. რომელიც ძალიან კმაყოფილი. მენტორი ბედნიერია ნამდვილად, იმიტომ რომ არ დაგიმალოთ მე ავიხდინე ჩემი ოცნება ამ ნომრით. რომ ძალიან გიყვარს ეს სიმღერა. ეს სიმღერა მიყვარს ძალიან. ეს სიმღერა გელინო ლაზურის სიმღერა არის წერტილი, სადაც ერთიანდება სამი ეთნიკური ჯგუფი. მეგრელები, აჭარლები და აფხაზეთში მცხოვრები ხალხი. აი ლაზები ჩვენ ყველას გვაერთიანებს. თავისი მელოდიკით არის მეგრული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ლაზური აქცენტები, რაც ჩვენ თითქოს თურქული გონია, მაგრამ სიამძულეში ლაზური აქცენტებია, რაც აი ამ სრულიად კოსმიური ხმის ვოკალისტს აქვს, გამოსვლო და ათუკასაც. ნამდვილად, არ ველოდი. და ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, როგორი ყოფილიყო ეს ნომერი. მე თავიდანვე მინდოდა რომ ავთოს ეს ემღერა. და აი ასე გუგლაში YouTube-ზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჯგუფი ურსა, რომელსაც რომ მოусმინე, ეგრევე შემიყვარდა და ვთხოვე რომ მოსულიყვნენ და ემღერათ ჩვენთან ერთად ეს ნომერი. ძალიან მწვენია რომ აქამდე არც მე, არც ფართო საზოგადოება მე ჯგუფი არ იცის, რომელიც არის წარმოუდგენლად კარგი. უკვე იცის. წარმოუდგენლად კარგი. უმაღლესი ხარისხის მუსიკას ქმნიან. ჩემი კვალი ამ ნომერს აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ურსას დამსახურებაა ეს და მერე უკვე ავთოსი და იმისი, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ. მე მინდა სპეციალურად ხაზი გაუსვა იმას, რომ სირცხვილი მთავარი ჩვენი ის არის, რომ კოსმოსური მასშტაბის ფოლკ მუსიკა გვაქვს და საზღვარგარეთ ვერ გაგვაქვს ეს მუსიკა აი ესეთი თანამედროვე ფორმით. ვერავის ვერ გავაკვირვებთ, მეგობრებო, ბრიტანული როკის მიბაძვით. ჩვენ გვაქვს განძი ნამდვილი და ეს განძი თუ არ გავიტანეთ, არც ბრიტანელს, არც ამერიკელს არ გაუკვირდება, არც ჩვენი ინგლისური, არც ჩვენი როკის ჟღერადობა. ამით ეს არ არის ჩვენი მოგონილი. რაც ჩვენი მოგონილია და ყველაფერს ჯობია მსოფლიოში, ის უნდა ვაკეთოთ, რა თქმა უნდა. მოსაწონი უნდა ვაკეთოთ. მე მინდა მოუწოდო იმ პირველ რიგში იმათ, ვინც დავასახელე, აფხაზეთიდან ჩემს თანამემამულეებს, ჩემს მეგრელებს და აჭარლებს, ვისაც ეს სიმღერა გვაერთიანებს. ათუკამ და ურსამ ეს გააკეთეს საუკეთესო ხარისხით და საუკეთესო შესრულებით.
დაუჭირეთ ათუკას მხარი, ეს ძალიან ჭირდება მას. დიდი მადლობა ჟურისბეკი, მიმართავ მაყურებელს და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ავთო სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებს გამარჯვებას. თუ გსურთ, რომ ავთო იყოს X Factor 2017, მაშინ ძალიან ბევრი აქტიურეთ და დაურეკეთ ავთოს ნომერზე 0933030301 გააქტიურდით. გამარჯვებულს მხოლოდ თქვენ ირჩევთ. ამიტომ თუ ავთო თქვენი რჩეულია, მოიკრიბეთ ძალები და დაურეკეთ ავთოს რაც შეიძლება ბევრი. ავთოს დღეს ჩვენ კიდევ ორჯერ მოусმენთ სეზონის საუკეთესო ნამღერით და ახალი საკონკურსო სიმღერით. ახლა კი გავაცილოთ სცენიდან ავთო აბესლამიძე.